მოქმედება და გმირების ცხოვრება სერიალში 10 წლის შემდეგ მონატრებული სერიალი შუა ქალაქში უცვლელი შემადგენლობით და სიუჟეტური ხაზით ტელეეკრანზე ბრუნდება. TV11 თვითონ გაგიმხელთ სად ნახავთ ამ სერიალს. მხოლოდ სამტრედიაში იუზას ტრიუმფალური დაბრუნება სამთეში. პერსონაჟების ხასიათი და ძირითადი შტრიხები არ შეცვლილა. მონატრებული შუა ქალაქის გმირები 10 წლის შემდეგაც ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც მაყურებლის მეხსიერებაში დარჩნენ. გამიშოუ სტუდიამ ახალ სეზონზე ახალი სერიალის შექმნა გადაწყვიტა. მაყურებლის მოთხოვნილების გასარკვევად ფოკუს ჯგუფები ჩაატარეს. ხალხიც გამოკითხეს და აღმოაჩინეს, რომ ქართული სიტუაციური კომედიების ჟანრში ყველაზე დასამახსოვრებელი და მოთხოვნადი წლების შემდეგაც შუა ქალაქშია. რაღაცა ყველა სახის რეაქცია, რაც კი შეიძლება ამას მოყვეს, რომ კარგი იქნება თუ ცუდი იქნება და რისკიანი არის თუ ურისკოთ თუ ასე შემდეგ, ყველა სახის რეაქცია გავიარეთ და მოკლედ ბოლოში გადავწყვიტეთ, რომ კარგი გავაკეთოთ. როგორ შეხვდება მაყურებელი კარგად მივიწყებულ სერიალს, ეს კითხვა გუნდის ყველა მსახიობს გაუჩნდა. გადასაღებ მოედანზე მისულებმა იმაზე დიდი პასუხისმგებლობა იგრძნეს, ვიდრე 7 წლის წინ, იმ დღეს, როდესაც შუა ქალაქის პირველი სერია შეიქმნა. პირველი შიში ზუსტად ეგ იყო, რომ გაამართლებს ეს ერთმანეთსაც ესე ურეკავდით, ვეკითხებოდით, მე რაღაც შეკრება გქონდა და სულ მაგაზე ღირს კი ვთქვათ ისეთი კარგი რაღაცის ისევ აგორება და ვაი თუ არ აგორდა. ეს ზოგადად თვითონ სერიალის კონცეფცია, როცა რაღაცა ეს თუნდაც ფრაზა არის ამ გმირის და მე ეს ფრაზა ასოცირდება ამ გმირთან. ამიტომ ეს ჩანერგილია. სხვა შეს ძალიან სასიამოვნო, როცა მე გზნობ როგორ იმაშება იჭერს ამას მაყურებელი. სერიალში სცენარისტებთან ერთად გარკვეული ცვლილებები შინაარსმაც განიცადა. 10 წლის შემდეგ იცვლება პერსონაჟების ცხოვრებაც და ოჯახებს სხვა წევრებიც ემატებათ. თუმცა ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. გამიშოუ სტუდიის გუნდმა ამ პრინციპით იხელმძღვანელა და სწორედ ამიტომ შუა ქალაქიდან მაყურებლის მიერ ატაცებული ცნობილი ფრაზები და სიტუაციები სერიალის ძირითად ხაზად რჩება. პირაკი ასე მითხრაო, რომ პანთეონში დავასაფლავე. ისეთი ახუმარა, ისე უყვარს თავის ცოლი, თავის შვილები, ოჯახი, საძმაკაცო, кайფი. ირაკლი არის ისევ ირაკლი, მაგრამ აი ცოტა განსხვავებულია. ალბათ ამაზე იმანაც იმოქმედა, რომ იმ ირაკლის მერე 35 კილო მაქვს დაკლებული წონაში. პირველი საცდელი სერია უკვე ჩაწერილია. რა მოხდება შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ, ამას მაყურებელი TV11-დან უახლოეს მომავალში გაიგებს.